მათემატიკაში ცუდი ვარ არის ფრაზა, რომელსაც ხშირად ისმენთ როგორც ბავშვებისგან, ასევე უფროსებისგან. სინამდვილეში მეც დღემდე ვამბობ ამას. მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ მათემატიკის შიში ხშირად იწყება უკვე მესამე კლასიდან და შეიძლება წლების განმავლობაში გავლენა მოახდინოს თვითრწმენაზე, პროფესიის არჩევაზე და აკადემიურ წარმატებაზე. ამიტომ ჩემი შემდეგი სტუმარი თვლის, რომ პრობლემა არ არის მოსწავლეებში, არამედ იმაში, თუ როგორ ისწავლება მათემატიკა. მხოლოდ 23 წლის ასაკში მან დაასრულა ისრაელის უმაღლესი დონის მათემატიკის ატესტაციის გამოცდები. ეს რთული წარმოსათქმელია 16 წლის ასაკშიც კი და ეხლა ის მათემატიკის მაგისტრატურაზე სწავლობს. ასე რომ ეხლა ჩემთან ერთად არის რაფაელ ბერნარდი. თქვენ ხართ ვედიკლის დამფუძნებელი, რაფაელ, მადლობა, რომ დღეს შემომიერთდით. გთხოვთ მითხრათ, რატო წვეტენ ასე ბევრი ბავშვი ასეთ პატარა ასაკში, რომ მათემატიკაში ცუდები არიან? დიახ, ვფიქრობ, პრობლემა ისაა, რომ როცა პირველ ან მეორე კლასში ხარ, უმეტესობა მოსწავლეებისა, იცი შეგიძლიათ თითევალო, შეგიძლიათ დაითვალო, იცი ეს მარტივი შეკრებაა, ძალიან მარტივია და მათ შეუძლიათ დაინახონ ეს. და ეს აბსტრაქტული არ არის, მათთვის ძალიან ნათელია. და შემდეგ, როცა ცოტა უფრო აბსტრაქტულ დონეზე გადადიხარ, სადაც საჭიროა უფრო მაღალი დონის შეკრება ან გამოკლება, მაშინ მათ უნდა დაიწყონ ამის გონებაში გაკეთება და ვეღარ ხედავენ ამას ასე ნათლად. და რასაც ვხედავთ არის ის, რომ ბევრი სტუდენტი სხვადასხვა გზით იტანჯება. მე ამას ესე მარტივად ვერ ვაკეთებ. არ მაქვს ამის მარტივი გზა. ჭირდება და იწყებენ საკუთარი თავის განსაზღვრას, როგორც მე ამაში კარგი არ ვარ. და ამბობენ, მე მათემატიკაში კარგი არ ვარ. და ეს არის პრობლემა. თავდაპირველად თვითონვე იწერენ თავს ამ იარლიკს, რომ ეს ის არ არის, რაშიც მე კარგი ვარ. და შემდეგ მენტალურად ჩორდებიან ამ ყველაფერს, მენტალურად ჩორდებიან ამ საგანს და ეს ასე გრძელდება და უბრალოდ უფრო და უფრო დიდ ხარვეს ქმნის. ასე რომ ეს უფრო თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება ხდება. როგორც ამბობთ, ბავშვები თავად იწყებენ ამის დაჯერებას, თქვენ შეიმუშავეთ სწავლის მეთოდი ამ შიშებთან დასამკლავებლად, შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვიამბოთ ამ მეთოდის შესახებ. დიახ, ჩვენ ამას ვეძახით. ჯერ ხრიკი, მერე გამოიქვლიე. და რას ვაკეთებთ? ჩვენს ინსტრუქტორებთან ერთად შევდივართ კლასში. მუშაობთ სტუდენტთა ჯგუფებთან, მაქსიმუმ 15 ადამიანამდე. რასაც ვაკეთებთ, ვაჩვენებთ მათ რაღაც მაგარ ხლიქს, რამეს, რაც ამარტივებს საქმეს, მარტივს ხდის და ყველაფერს მაქსიმალურად მარტივად აჩვენებს. ყველა ეს რამ, რასაც ინტერნეტში, სოციალურ მედიაში ხედავთ და ფიქრობთ, მოიცადე რა, ეს როგორ გააკეთეს. და ჩვენ ვაძლევთ მათ წარმატების განცდას. ვაძლევთ იმ განცდას, რომ მოიცადე რა, ეს გამოვიდა. ეს ხო ასე მარტივია. და ხედავ ბავშვებს, რომლებიც ამბობენ, ეს როგორ გააკეთე, მომეცი, მეც ვცადო, მეც ვცდი. და შენ აძლევ მათ წარმატების განცდას. და როცა ცოტა ხანს ამ წარმატების განცდას აძლევ, შემდეგ აძლევ რაღაცას, რაც არ გამოდის. ჩემი რწმენაა, რომ მათემატიკა ინსტრუმენტია. ეს უბრალოდ ინსტრუმენტია, რომ გაუმჯობესო შენი აზროვნება, გაუმჯობესო ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება. და როცა მოულოდნელად სპეციალურად აძლევ სიტუაციას, სადაც ეს ხრიკი უცებ აღარ მუშაობს, მაგრამ ისინი უკვე საკმარისად თავდაჯერებულები არიან, რომ კითხონ, მოითხოვონ, მოიცადე, ეხლა რატომ არ იმუშავა. და ისინი განსაზღვრავენ პრობლემას. და ეს კარგია. ეს ხრიკი არ უნდა მუშაობდეს ყოველთვის. ისინი იწყებენ პრობლემის განსაზღვრას, იწყებენ პრობლემის გადალახვას, მოულოდნელად თითქოს. მოიცადე, ეხლა რამ ჭირდება, რომ ეს ხრიკი იმუშაოს? როგორ გავაკეთო, რომ მართლა იმუშაოს? რადგან ეხლა მივხვდი, ეს არ შეესაბამება იმას, რაც ადრე ვნახე. და ისინი სწორად განსაზღვრავენ მას, ჩვენს ინსტრუქტორებთან ერთად. სწორად განსაზღვრავენ და შემდეგ პრობლემას აძლევენ თავს. და მოულოდნელად ისევ მუშაობს. და ეს საოცარია. და ბავშვები ამბობენ, ვაუ, რა გენიალურია. ანუ ეს უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ისინი მზად არიან კითხვები დასვან და ეს ყველაზე მთავარია. ისინი მზად არიან კითხვები დასვან. მე ამას უწოდებ მათემატიკის გამიფიცირებას. ანუ არა მხოლოდ მის გარშემო არსებულ გამოცდილებას. ეს არ არის უბრალოდ ამოხსენი, ეს მათემატიკური ამოცანა და მიიღე 10 ქულას. ასე არ არის. რასაც ჩვენი გაკვეთილიც ბავშვები აკეთებენ, არის ის, რომ მეუბნებიან, მომეცი კიდევ ერთი სავარჯიშო. მომეცი კიდევ ერთი ცდა. მინდა ისევ მათემატიკა ვაკეთო. თავად მათემატიკაა გასართობი. ესეთი ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლის გვერდით მესმის, რატომ არიან ადამიანები და განსაკუთრებით ბავშვები ისევ აღფრთოვანებულები მათემატიკით. ანუ მართლა ხედავთ, რომ ბავშვებს ახლა ეს მოსწონთ. რა თქმა უნდა, ჩემი ინსტრუქტორებისგან მუდმივად მესმის ისტორიები, როგორ მიირბინა ერთმა მოსწავლემ მათთან ვეულით ხელში. მოდი, გაკვეთილი არ გამოვტოვოთ. მოდი, ერთი წუთიც არ დავკარგოთ გაკვეთილიდან. ეხლა ისრაელში მალე ზაფხულის არდადეგები იწყება. და უკვე მხავს სტუდენტები, რომლებიც ზაფხულის სკოლას ითხოვენ.
ისინი ითხოვენ კვირაში ერთ გაკვეთილს ზაფხულის სკოლის განმავლობაში. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ძალიან მიხარია ამის გამო. და ყველა ინსტრუქტორს ზუსტად იდივე გრძნობა აქვს. უცებ სტუდენტები ბევრად უფრო გახსნილები გახდნენ. და სწორედ აქ იღებ დამატებით სარგებელსაც. აზროვნება გიუმჯობესდება. ისე ლაპარაკობთ, რომ მეც კი მინდა ამ ზაფხულის სკოლაში ჩავეწერო. იმედი მაქვს, თქვენი მეთოდი მთელ მსოფლიოში გავრცელდება. რაფაელ ბერნარდი, ვედიკლის დამფუძნებელი. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. მადლობთ.